აი მე მყავდა ერთი ჟურნალისტი მაგალითად გოგონა, რომელსაც ეს რამე მოყვა, ხო, რატომ მოვიდა, რა ჩივილი ქონდა, რომ როდესაც ადამიანს ველაპარაკებიო, თვალი გამირბისო და ეს აღმოვაჩინა კადრში რო ვნახე ჩემი თავიო. ანუ კითხვას დავსვამ და თვალი გარბის. ნახე თვალი რო გარბის ეს სხვადასხვა რამეს ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ის არ იყო, რაც შეიძლება იყოს ან ტყუილი ან რაღაცის რეკონსტრუქცია ან რაღაც ესეთი და თერაპიის დროს აღმოჩნდა, რომ როდესაც იყო პატარა, მისთვის ძალიან საყვარელმა ადამიანმა უთხრა, რომ ძალიან უტიფარი გამოხედვა გაქვს და ადამიანს თვალებში არ უნდა უყურო, უნდა დახარო. ის ადამიანი იყო ძალიან საყვარელი მისთვის და ავტორიტეტული და შესაბამისად ფაქტი აღარ ახსოვდა, მაგრამ მისმა არაცნობიერმა ასეთი სტრატეგია ერჩია, როგორც კი ვიღაცას უწყებდა ლაპარაკს და თვალებში უყურებდა, მისი თვალი გარბოდა, ან იხრებოდა, ან მარცხნივ, ან მარჯვნივ. და სწორედ ეს დიდი ის კი არ არის, თქოთ, რაიმე განსაცდელი ან რაღაც პრობლემა, რომ თვალი გარბის, მაგრამ უბრალოდ მე მინდოდა მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვა. ანუ ყველა ფრაზას, ყველა სიტყვას აქვს გავლენა ჩვენზე. რა თქმა უნდა.